ეთერშია ქრონიკა 14 საათზე ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. წახალისებული სიძულვილის კამპანია და ევროპელი დიპლომატის დუმილი. რვა პარტიის საყოველთაო მობილიზება და ვერ შემდგარი მასშტაბური აქცია. ეუთოოდერის აღიარება სადამკვირვებლო მისია ქრონიკის მიერ გაგზავნილი შეკითხვის პასუხად თავს არიდებს საქართველოზე საუბარს, თუმცა ადასტურებს, რომ არჩევნების შეფასების მისიებს გზავნის კენჭისყრის დღემდე 2-3 კვირით ადრე, მაშინ როდესაც საქართველოში ჩამოსვლაზე ერთი თვით ადრე უარი თქვეს. საერთაშორისო ორგანიზაციას ვკითხეთ, როგორ ახერხებს დროის იგივე მონაკვეთში ჩასვლას ჩეხეთში, სადაც არჩევნები 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული. როგორც მოგწერეს, ოდირი იყენებს დამკვირვებლების განსხვავებულ ფორმატებს. 4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასრებად საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, 9 სექტემბერს კი ჩამოსვლაზე უარის მიზეზად დროის სიმცირე დაასახელეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა. ოდირი იყენებს დაკვირვების განსხვავებულ ფორმატებს წინასაარჩევნო შეფასების მისიის მიერ გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით. ჩეხეთის შემთხვევაში საჭიროებების შეფასების მისიამ დაადგინა, რომ ჩეხეთის არჩევნებზე ეფექტიანი დაკვირვებისთვის საჭირო იყო არჩევნების შეფასების მისია და სწორედ ამ ფორმატში ვადგენთ სადამკვირვებლო მისიას. ოდირის ყოვლის მომცველი მიუკერძოებელი და სისტემატური მეთოდოლოგიის შესაბამისად არჩევნების შეფასების მისიები იგზავნება არჩევნების დღემდე 2-3 კვირით ადრე. ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია არის ზედმიწევნით იმ სტანდარტისა, რაც საერთაშორისო დემოკრატიას ახასიათებს. ჩვენ დავამტკიცეთ ეს 2024 წლის ოქტომბერში და ეუთოოდირის მისია გალანძღეს და გაასწორეს მიწასთან იმის გამო, რომ მან დადო პოზიტიური დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ წელს მათ მიერ უარის თქმა მათი მხრიდან არის გამოწვეული სწორედ აი ამ პოლიტიკური შეტევის გამო, რომელიც მათ განიცადეს 2024 წლის არჩევნების პოზიტიურად შეფასების გამო. მისიის შეკრება მოიტანდა ისეთ შედეგს, რომელიც არაწყობს იმ სტრუქტურებს და იმ ძალებს, რომელიც საქართველოს აი ესე გააფთრებით ებრძვის. მეორე დღეა ევროკავშირისა და პოლონეთის ელჩები დუმამ და პასუხი არ გაუციათ ქრონიკის შეკითხვაზე, რა კავშირი აქვს პაվել ჰერჩინსკის ოპოზიციონერ აქტივისტ ანანო ცინცაბაძესთან, რომელიც სიზღისა და სიძულვილის კამპანიით გამოირჩევა. თავად ცინცაბაძე სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ სიძულვილის ენას იყენებს, რითაც ამაყობს. გურიაში გამართულ ღონისძიებაზე ევროპელი დიპლომატი ოპოზიციის აქტივისტებს შეხვდა, სწორედ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო სოროსის ფონდთან დაკავშირებული ანანო ცინცაბაძე. ის აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ღონისძიებებში და არის სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს წევრი, რომელსაც პოლონეთი აფინანსებს. ქალბატონი ანანო ვიცით და მრავალი წელია სიძულვილს ავრცელებსო, თუ პროპაგანდასთან წინააღმდეგობის უკეთესი ფორმები იცით გამიზიარეთ. ვერ შემდგარი მასშტაბური აქცია და ოპოზიციის მორიგი კრახი. 8 პარტია საყოველთაო მობილიზებას 3 კვირა ორგანიზებდა, რომელიც 4 ოქტომბრის რეპეტიცია უნდა ყოფილიყო. გეგმის თანახმად პროტესტი მსვლელობით უნდა დაეწყოთ და პარლამენტთან აქციით დაესრულებინაც. თავდაპირველად აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, მივიდნენ კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან, სადაც ისმოდა შეურაცხყოფელი შეძახილების შემდეგ წრე დაარტყეს თავისუფლების მოედანს და გაჩერდნენ პარლამენტთან. როცა ამდენი პარტია, ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია ამხელა მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან აი ამ სცენარის სამემართულებაზე არის კონცენტრირებული, რასაკვირველია, ყველა ხაბეიშვილები ელოდებოდნენ, რომ ბევრი ხალხი გამოვიდოდა ქუჩებში. არ გამოვიდა, მაგრამ ისინიც ჩვენ თანამოქალაქეები არიან, რომლებიც გამოვიდნენ. რასაკვირველია, ზოგი შეპყრობილია რაღაც გარკვეული იდეით, რომელიც არის წმინდად ანტიქართული. არსებობს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც არის შეცდომაში შეყვანილი, არანაირი საგარეო კურსი საქართველოს არ შეუძლია და არანაირი მტკიცებულება იმისი არ არსებობს, რომ არჩევნები გაღალბდა. და ეს ადამიანები ამ ორი იდეის გარშემო არიან შეკრებილები. რასაკვირველია, ვერ იქნებიან ბევრნი, ვერ აყვება მათ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელმაც საქართველოს
გადარჩენას მისცა ხმა 2024 წლის ოქტომბერში. ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ხაზი გაისვა თურქული მხარის მხარდაჭერასა და ჩართულობას საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში. დავით თამაზაშვილმა კობაკ მერიჩს სასაზღვრო პოლიციის მიმდინარე პროექტები გააცნო. განიხილეს საზღვაო უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აბასთუმნის სრულფასოვანი განვითარების მომდევნო ეტაპი იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო არქიტექტორების ჩართულობით საჭირო პროექტების დაგეგმვაზე მუშაობს. ლევას ოხაძე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და დაბის შემდგომი განვითარებისთვის არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაიცნო. სამუშაო შეხვედრაში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, არქიტექტორები და თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. იმსჯელეთ საომავლოდ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, თუ რა პრიორიტეტები უნდა გქონდეს, აქტიურად ვიმუშაოთ ზამთრის პერიოდში პროექტებთან დაკავშირებით, რომ უკვე გაზაფხულიდან ახალი ეტაპი, ახალი ფაზა დაიწყოს აბასთუმნის რეაბილიტაციის. განვიხილეთ მიმდინარე სამუშაოები. პრინციპში პირველი ეტაპი უკვე დასკვნით ეტაპზეა და შესაბამისად უკვე ვიხილავთ შემდგომი ეტაპის სამუშაოების მონახას. ჩვენ ზამთრის სეზონს გამოვიყენებთ პროექტირებისთვის, ხოლო შემდეგი გაზაფხულიდან უკვე ვემზადებით დიდი მეორე ფაზის მშენებლობის დაწყებისთვის. გავიარეთ ყველა დეტალი, რაც მნიშვნელოვანი იყო. ძირითადი თემა იყო რეაბილიტაცია არსებული ისტორიული ძეგლების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ასათიანის ქუჩაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იმით, რომ ფაქტიურად ისეთი საკითხები გადაწყდა, რომელიც ძალიან დიდი ხანი არის კითხვის ნიშნების ქვეშ იდგა და პრობლემური იყო. მხარდამჭერებს შეხვდა ქართული ოცნების საჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი. შეხვედრას რეგიონიდან სპორტის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მოქმედი მსოფლიო, ევროპის ჩემპიონები და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ქართული ხალხის არჩევანი არის მშვიდობა და ქვეყნის განვითარება. როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატები არიან, რომლებიც განვითარებისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ. თავი მიზანი კი მოგესწრებათ. ახლა მოხარული ვარ, რომ ეს გახავთ როგორც საკრებულოს, ასევე მერის არჩევნებში ღირსეული გამარჯვების მოპოვება. ჩვენ გვაქვს 6-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატები, რომლებიც დაარწმუნებული ვარ, რომ თვითონ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებენ და მჯერა, რომ მათ ექნება თქვენი სრული მხარდაჭერა. მე მჯერა, რომ ასევე თავდადებით ღირსეულად წარმოვაჩენთ ჩვენს ქვეყანას 4 ოქტომბერს და ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი დღეს გახლავთ მშვიდობა და განვითარება. წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავის მერი და მერობის კანდიდატი მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატებთან და ქართული ოცნების პროპორციული სიის წევრებთან ერთად ხვდება. ნინო ლაცაბიძე მოქალაქეებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებს აცნობს. ინტენსიურად ხვდებოდით მოსახლეობას და ყველა მათი პრობლემა თუ დასმული საკითხი მიტანილი იყოს შესაბამის ორგანოებთან, შესაბამის უწყებებთან და რა თქმა უნდა ის პროექტები, რომლებიც წარმატებულად მიმდინარეობს თუნდაც ამ ზონაში, ამ ოლქში, რა თქმა უნდა გაგრძელდება, დაიწყება ახალი პროექტები და ჩვენ იმედს გამოვთქვავთ, რომ ჩვენი რუსთაველები კიდევ ერთხელ დაგვიჭერენ მხარს. მე ძალიან მჯერა მათი ნამდვილი სიტყვის, რასაც ამბობენ, იმას აკეთებენ. ყველაფერი შეუძლიათ და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მერობის კანდიდატად ვირჩევ ნინო ლაცაბიძეს, რადგან ჩემი აზრით რუსთავისთვის და ახალგაზრდებისთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა ჩვენ ქალაქისთვის და მომავალშიც იგივეს ველოდები მისგან. ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება. აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს თბილისის წამყვანი კლინიკების სპეციალისტების მიერ სხვადასხვა კვლევა უტარდებათ. ასევე დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცემათ. გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად გაეცნო.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს კომპაქტურ ჩასახლებებში, სადაც დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ეს გამოკვლევები და სამედიცინო სერვისები იყოს მოქნილი, მათ მიზანზე ორიენტირებული, მათ საჭიროებებზე დაფუძნებული და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად დაუჭერს მსგავს ღონისძიებების ხარჯს. თბილისის წამყვანი კლინიკებიდან ჩამოყვანილი გვყავს 1000-მდე სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმი. კონსულტაციებთან ერთად ჩვენ დევნილებს შესაძლებლობა აქვთ ჩაიტარონ კვლევებიც. ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად მათ უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტებიც. მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე 800-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ჩვენს რეგიონში ჩაატარა უფასო გამოკვლევები და გვირიგდა წამლები ექიმის დანიშნულებით. დიდი მადლობელი ვარ. ალგეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სკოლა-ბანაკი გაიხსნა, რომელიც საქართველოდან და უცხო ქვეყნებიდან სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს აერთიანებს. სეზონური სკოლის მონაწილეებმა ეროვნული პარკის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ჩატარდება საერთაშორისო ლექცია-სემინარები. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მთის მდგრადი განვითარების გამოწვევები პრაქტიკულ გარემოში შეისწავლონ. გაეცნონ დრონის ტექნოლოგიების გამოყენებას, ჩაერთონ ლაშქრობებსა და საველე კვლევებში. სკოლა-ბანაკის ორგანიზატორი საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით დაცული ტერიტორიების სააგენტო და ტექნიკური უნივერსიტეტია. Რამდენიმე უნივერსიტეტიდან სტუდენტები იღებენ მონაწილეობას ამ ბანაკში, ისინი გაიღრმავებენ ეკო-განათლების კუთხით ცოდნას, ასევე შეიძენენ პრაქტიკულ უნარჩვევებს, აღნიშნული ხდება საველე პირობებში და ეს არის ჩვენი სააგენტოსთვის პრიორიტეტული იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტო ზრუნავს ეკო-განათლების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაზე. დღევანდელი პროექტი ითვალისწინებს მთის მდგრადი განვითარების თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრირებას საველე პირობებში, სადაც მოხდება სწავლების სწავლება გაერთიანებული რამოდენიმე უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოს ცოდნებისათვის. რამოდენიმე უნივერსიტეტი ვართ გაერთიანებული ამ საქმიანობაში, რაც ურთიერთობის გამყარებაში ხელს გვიწყობს და ამავდროულად ეს პრაქტიკული საქმიანობა, რასაც ამ რამდენიმე დღეში განვახორციელებთ ჩვენ, უშუალოდ მიგვითითებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ გარემოს. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და გვსურს ამ ორ ინსტიტუტს შორის ერთგვარი ხიდის აგება, რაც ჩვენ სტუდენტებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ თქვენი მთათა სისტემა. ხოლო თქვენ სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩამოვიდნენ ჩვენს უნივერსიტეტში ჩვენი მთიანი ტერიტორიების გასაცნობად. ასეთი გამოცდილების გაზიარება დიდ სარგებელს მოუტანს ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საეკლესიო ახალ წელს ზეიმობს. საბაბის საკათედრო ტაძარში წირვა საპატრიარქო ტახტის მოსალყრემ ბულგარეთიდან სტუმრად მყოფ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ანტონთან ერთად აღავლინეს, შემდეგ კი საახალწლო პარაკლისი გადაიხადეს. ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. ისტორია რომის იმპერიიდან იწყება, ქრისტიანულმა ეკლესიამ კი, რადგან რომაული კალენდარი შეითვისა, ახალწლად 1 სექტემბერი მიიღო. ამასთანავე სახარების მიხედვით ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა, ასევე 14 სექტემბერს კონსტანტინე დიდის ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ მოვლენების აღსანიშნავად უძველესი დროიდან ბერძნულ ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება. გილოცავთ დღევანდელ დღეს ახალი საეკლესიო წლის დაწყებას, ასევე სასწავლო წლის დაწყებას. ჩვენ ახლა გადავიხადეთ პარაკლისი სწავლის დაწყებისა. გავლოცეთ ჩვენი ქვეყნის სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პედაგოგები, პროფესორები, ყველაზე კარგი დარიგება მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის და საერთოდ ყველა ადამიანისთვის არის უფალ იესო ქრისტეს სწავლება, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს საკითხულ სახარებაში. დღევანდელი დღე მართლმადიდებლური სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მართლმადიდებლები აღნიშნავთ საეკლესიო ახალ წელს, სრულად საქართველოს მიულოცა დღევანდელი დღე, დიდი სიყვარულით ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს.
და უცხოეთის ახალი ამბები უკრაინელებმა ლენინგრადის ოლქზე დრონებით მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე კირიშის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა იყო. რეგიონის გუბერნატორის ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ქალაქში 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რაც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. პოლონეთში 19 რუსული დრონი არ შეიძლება შემთხვევითობა იყოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა იელტის ევროპული სტრატეგიის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც გენერალმა კელოგმა აღნიშნა, პუტინი მიზანმიმართულად მოქმედებს და მსგავსი სიგნალების გაგზავნით იმის დადგენაც ცდილობს შეუძლია თუ არა ლიმიტის გაზრდა. 19 დრონი შეფრინდა, ეს არ შეიძლება შემთხვევითობა იყოს. შეიძლება ერთი იყოს შეცდომითი მიზანი, 2, მაგრამ არა 19. პუტინი მიზანმიმართულად მოქმედებს, სიგნალს აგზავნის და პასუხის გაგონება სურს. შეუძლია თუ არა მეტად გადაწიოს ლიმიტი. თქვენ უკვე გინახავთ ეს კინო ევროპაში. გახსოვთ ჩემბერლენმა, როდესაც თქვა, რომ მშვიდობა მოუტანა ევროპას და შემდეგ რა იყო. ისტორიის გაკვეთილებს თუ არ გავითვალისწინებთ, მესამე მსოფლიო ომს მივახლოვდებით. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია განზრახ გაგზავნა თუ არა რუსეთმა დრონები პოლონეთის ტერიტორიაზე. როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, ამ ეტაპზე უმჯობესია ყველა ფაქტი შეგროვდეს და მოკავშირეებთან კონსულტაციები გაიმართოს, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ეს მიუღებელი სამწუხარო და საშიში მოვლენაა. უდავოა, რომ დრონები განზრახ გაუშვეს, მაგრამ საკითხავია კონკრეტულად პოლონეთისკენ იყო თუ არა ისინი მიმართული. თუ მტკიცებულებები იქითკენ მიგვიყვანს, რომ დრონები პოლონეთზე იყო მიმართული, მაშინ ცხადია, ეს იქნება ესკალაციის მაღალი დონე. ამ ეტაპზე უმჯობესია ყველა ფაქტი შეგროვდეს და მოკავშირეებთან კონსულტაციები გაიმართოს, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის გამო რუმინეთში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უპილოტო საფრენ აპარატს F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი აედევნა. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღარ იმყოფება და განგაში გააუქმეს. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ. ინფორმაციას გერმანული ბილდი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამხედრო წვრთნის ზაპად 2025-ის ფარგლებში რუსები და ბელარუსები ეგრეთ წოდებულ სულავკის დერეფნის დაკავების ოპერაციას ამუშავებენ. 60 კილომეტრიანი დერეფანი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს და კალინინგრადის ოლქს უკავშირდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ევროპაში დღეს შექმნილ ვითარებას 1938 წლის მოვლენებს ადარებს. მაშინ ჩეხოსლოვაკია დახმარებას ითხოვდა გერმანიის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ მიიღო და ნაცისტების ხელში აღმოჩნდა. დღეს კი განსხვავება ისაა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, საფრთხე მთელ ევროპას შეექმნება, აცხადებს კალასი. მისივე თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკებები, რომელიც უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს ითვალისწინებს, ხაფანგია და ამით მოსკოვი იმაზე მეტს იღებს, ვიდრე ოდესმე იოცნებებდა. თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებმა ღაზაში ომის შეწყვეტა და მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების განახლება მოითხოვეს. ნეთანიაჰუს მთავრობას მათ მოლაპარაკების ჩაშლასა და საბოტაჟში დასდეს ბრალი. მათ მძევლების დაბრუნება სურდათ არ დაბომბავდნენ ჰამასის მომლაპარაკებელთა ჯგუფს, მაშინ როდესაც ჩემი შვილის და სხვა მძევლების გათავისუფლების საკითხი წყდებოდა. მოუწოდე პრემიერ-მინისტრს, მოდით დავსხდეთ პირისპირ, როგორც კაცები, როგორც მამები, ყველანაირი მედიისა და პიარის გარეშე. მინდა კითხოთ, თქვენი შვილები რომ ყოფილიყვნენ მძევალთა შორის, ისინიც ასე დალპებოდნენ გვირაბებში 700 დღეზე მეტი, მაშინ რატომ არიან იქ ჩვენი შვილები? ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში დაბრუნდება 17 საათზე. დროებით.